დღემშვიდობისა მეგობრებო, რა თქმა უნდა, ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა უცბად მიმოვიხილოთ. ესე იგი, ბოლონია, ასტონ ვილა 1-3, პორტუ, ნოტინგემ ფორესტი 1-1, ფრაიბურგი, სელტა 3-0, ბრაგა, ბეტისი 1-1, რაც შეეხება ბოლონია, ასტონ ვილა, ცოტა პრინციპში ასტონ ვილას მოგება ნამდვილად მეგონა, მაგრამ ესეც არა. პორტუს მოგება მეგონა უფრო, იმიტომ რომ ეხა უკვე ვერაფერს ვერ გაიგებ, ვინ გავა. რა თქმა უნდა, დიდი შანსი აქვს ეხა უკვე ნოტინგემ ფორესტს. რაც შეეხება ფრაიბურგი, სელტა, ეს ნამდვილად გამიკვირდა, ესე დამაჯერებლად 3-0. არ ვიცი თქვენ რა გეგონათ მეგობრებო, მაგრამ სელტა თუ ესე წააგებდა, არ ვიცი, ძალიან რთული თამაშიელის შემდეგი და ბრაგა ბეტისი, ზუსტად ესე რა, ზუსტად ესე. დაჟე მეგონა რომ ბეტისი მოუგებდა, მეგონა დაჟე. კაი, ამას თავი დავანებოთ. კონფერენს ლიგა, ვალეკანომ აეკი ათენი დაამარცხა 3-0. ბრავო, ვალეკანო. კრისტალ პალასი ფიორენტინა 3-0, ხო, ისაოცრება ამ საზიზღარმა კრისტალ პალასმა ამდენი ბურთი როგორ გაიტანა, არ ვიცი, მართლა საოცრებაა, მაგრამ ფიორენტინასგან მიკვირს რომ გოლი რანაირად ვერ გაუტანა. პრინციპში 0-0 რომ მორჩენილიყო, ეს იქნებოდა ალბათ ლოგიკური ამ თამაშის, მაგრამ ესე მოულოდნელად და ჩემდა გასაოცრად 3-0 მოუგო. მაინცმა ესეთი ნორმალური ანგარიშით 2-0 დაამარცხა სტრასბურგი და ესეთი ჰანდიკაპით ჩავა სტრასბურგში და ესე იბრძოლებს, რა თქმა უნდა და გამიკვირდა მეთქი როგორ გითხრათ, მაგრამ შახტარმა 3-0 მოუგო ალკმარს მეგობრებო და გასაკვირი ნამდვილად არ არის, მაგრამ 3-0 ესეთი ამბავია რა ცოტა პომპეზური. ნახოთ მეგობრებო რა იქნება შემდეგ წრეში და თქვენი კომენტარები დაწერეთ რა გეგონათ და რა არ მოხდა და ასე შემდეგ. შევხვდებით რა თქმა უნდა ძალიან მალე. აბა დროებით.